ვამაყობ თუ არა ჩემი გადაწყვეტილებით, ეს სხვა საქმეა. გუშინ რადგან მქონდა საშინელი დღე და ამის შესახებ ვიდეოს TikTok-ზე. ესეც სისულელი გავაკეთე, რომ უბრალოდ ძალიან ბევრი ტანსაცმელი ვიყიდე, რაც რის საჭიროებაც საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი მართლა და რაღაცნაირად მინდოდა რომ თავი გამემხიარულებინა. ამიტომ დღეს გვექნება unboxing-ი ნივთების, რაც გუშინ ვიყიდე ჩემი ძალიან ტრამვული გამოცდილების შემდეგ. ესეთი კაბა, რომელზეც რატო გადავირია, არ ვიცი. გრძელი არის და ესეთი დავარდნილი კაბა არის და ძალიან ლამაზი და საზაფხულო და რომ მოვიზომე ძალიან მომიხდა და იმ წუთას ვიფიქრე რომ ეს კაბა ჩემს ყველა პრობლემას მოაგვარებდა. შემდეგი არის ჯინსის შარვალი. მაქვს პატარა ვიფიქრე რომ ეს შარვალი, რომელიც გასდაკლებაში იყო, მეყიდა და ყოფილიყო ასევე ჩემი უფრო კარგი мотиваცია იმისთვის, რომ უკეთეს ფორმაში მოვიდე, იმიტომ რომ ამ შარვალში მე ტრაკი კარგად მიჩნდეს და ლამაზად მქონდეს. შემდეგი არის ეს თეთრი იუბკა, ესეთი, რომელიც ბალეტკებზე და ეგეთ რაღაცებზე არის ულამაზესი. ეს არის შარვალი ვილვეტის, რომელიც ჩემს შეყვარებულს ვუყიდე. პერანგი ასეთი, რომელიც ასევე ჩემი შეყვარებულისთვის ვიყიდე და იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება. ესეც იყო ფასდაკლებაში, სალბენი ბოტასია, რომ კარგად ვიგარჯიშო ხოლმე. კიდევ ვიყიდე პუმას ფიტკეტები, რომელიც ძალიან მინდოდა ისედაც რომ ეყიდა, მაღაზიაშიც შედარებთან იაფად იყო. ასევე ეს ვიდეო არ არის იმისთვის, რომ ვინმეს თვალში იმის რომელი მომახდინო რა კარგი როცა პოზიციაში ყიდულობდა კონსუმერის მიზანად კარგია, არა, ამის საპირისპირო აზრზე ვარ სრულად, უბრალოდ ეს არის ალბათ ცხოვრებაში ერთი იშვიათი გამონაკლისი შემთხვევა, როცა ამდენ რაღაცა ვიკეთე ჩემთვის, ამდენ თანხა დავხარჯე ხალხმოში და ტანსაცმელში და მართლა სულთან იქიდან გამომდინარე მოხდა ეკოლოგიური, რომ ძალიან საშინელი ხდება და რაღაცნაირად მინდოდა რომ ჩვენი რაღაცა გადამერთა და უბრალოდ არ მეტირა და სტრესელი მთელი დღე ყოფილიყავ. ეს არის შარვალი, რომელიც ვიყიდე ჩემთვის, ჩაცმული არის ძალიან ლამაზი სხვათა შორის. კიდევ ვიყიდე ეს შარვალი, რომელიც ეს უბრალოდ სახლში ჩასაცმელი სავარჯიშო პიჟამოს ტიპის შარვალია, რომელიც თან ძალიან მომიხდა. ეს არის სავარჯიშო ტოპი. აქ მკერდისთვის დამჭერი აქვს, ლიფივით აქვს შიგნით. განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, ვისაც დიდი მკერდი გვაქვს, ქართულად ლიფს რა ქვია და ამავე წყობა. აზღუდი. ფეხსაცმელი დამჭეკიდე, რომელიც უნდა გაჩვენოთ. ჯინსზე ძალიან ლამაზი სერიოზულ კაკუნა შეხვედრებზე თუ მომიწევს სიარული იქ ჩავიცვა. ეს არის კიდევ ერთი ფეხსაცმელი, რომელიც იყო ასევე ფასდაკლებაში. ეს არის ესეთი ფეხსაცმელი. პატარა ქუსლზე, კაკუნა, ყავისფერი, რომელიც ბევრნაირ კაბაზე და შარბალზე და ყველანაირ ყველაფერზე შემიძლია ჩავიცვა. დღეს ვცდილობ უბრალოდ რომ არ ვიფიქრო მაგ ყველაფერზე რომ ამდენი თანხა დავხარჯე უბრალოდ, მაგრამ it was very much needed.